არა მხოლოდ მეოთხედში, არამედ მატჩის ბოლომდე და ჯერთა შეტევაში როგავა ბურთით წინააღმდეგ თამაშობს და ზუსტი ყორცნა. უას შესვლა უთავგებლად იგი ალბათ ორი გაჩეჩილად დაიფლებოდა ამბობს. სწორედ შუა განაახლებს თამაშს, ცოტა სარისკო გამოტანა იყო, მაგრამ მიიღო ბურთი გულიავამ, გადაულოცა ის როგავას. კარგი პასი და ეს უნდა დაასრულოს აუცილებლად ორი ქულით ოთობულიავამ, რაც არ გასჭირვებია კიდეც. იგი იყო მიიღო ბურთი ჰოლტმა, კალატოზიშვილის გადაკიდება და აქაც კარგად ითამაშა ოთობულიავამ, დაუფარა მეტოქეს. როგავა მთელი კასკადი ცრუ მოძრაობებისა ადრე ჩემს ბავშვობაში ვიტყვით ხოლმე დახაზაო და დაახლოებით რამაშვილმა და დააშვებინა შეცდომა. როგავა კარგი პასი შესანიშნავია უბრალოდ გალურსმანაშვილი მომდევნო შეტევაში აღადგინა სტატუს-კვო მე-10 ნომერმა დელტასი კალატოზიშვილი გადაკიდა არ ჩავარდა, თუმცა იბრძოლა და არც ეს და ჯერ ჰოლტმა, შემდეგ კი კალატოზიშვილმა სცადეს აი მოხსნა ჰოლტმა ისროლა ვერ ჩააგდო, აქ კალატოზიშვილმა იბრძოლა ბურთი მოხსნა ჩაეთვალა, მაგრამ როგავამ მეორე ვერ გამოდგა ისეთი როგორიც სურდა მას და მთლიანად დელტას კომაგებს თუ სამწუხარო შტაბთან მოთამაშეებს. 42-ით 38 აქ ჩაიჭრა ბურთი შესვლა ფარქვეშ, ხოცნა ბზრიალ და ჩავიდა, ვინც შევა ბურთის აუზოთ იყო ჩაღა ბურთისთვის ბრძოლაში. როგავამ ისევ როგორი უშეღავათო ბრძოლა კინგთან შეინარჩუნა ბრძოლა, არა ვერ შეინარჩუნა. არა უბრალოდ იგივე არ შემოიდა რომ ორი ქულა აიღო და მას უკვე 14 ქულა დაუბრუნდა. ყველაზე შედეგიანი უკვე ის გახლავთ ლევანდოს შეხედვაში ორი ოგნის შემადგენლობაში. აქ შეცდომა გადაცემისას და სტრაფი შეტევა შეიძლებოდა და ახლა შეიძლება იუარგა და აბრუნებენ თამაში ხა ცოტა ხანაღალი ნათქვამია, მაგრამ ამას ვაგვარად როგორ ეს ყურცნაც არ ჩავარდა. ლეისკირი, რომელიც მოხსნა კიდეს მეტოქის ფაზე ბურთი შორეული ყურცნა და როგავა ვინ თუ არა გუნდის კაპიტანი. ეს ბურთი გურათ თამაშა და ჩააგდო იმავე კალატოზიშვილმა უკვე 17 ქულა ამის აქტივში. როგავას კიდევ ერთი მცდელობა და ესეც ზუსტია. ბრავო კაპიტანს, ბრავო. რას ნიშნავს აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა როგორც კაპიტანმა, როგორც გუნდის ლიდერმა. ეს დაიკარგა ბურთი, ცუდი გადაცემა იყო. ჩაჭრა წულეისკირმა და შეტევაში როგავა კიდევ ერთი აი ცუდი პასი იყო, მაგრამ ბრავო, ისევ როგავამ იმარჯვა. დაუტოვა ბურთი თავის გუნდს. წულეისკირია ფრთხილად უნდა იყოს. არა, მესამე მცდელობა აღარ ჩაეშვა კალათში.